ლელო საქართველოსთვის კი რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამოძიებას ითხოვს. კერძოდ საუბარია გეოლოგიურ, ეკოლოგიურ და ტექნოგენურ საფრთხეებზე, რომლებაც შესაძლოა ქვეყანა მასშტაბური კატასტროფის წინაშე დააყენოს. ოპოზიცია საუბრობს ინფრასტრუქტურული პროექტებისას გამოვლენილ ხარვეზებზე, რომელიც მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება და საერთაშორისო დონორებს მოუწოდებს შემოწმდეს მათი სახსრებით დაფინანსებული პროექტების ტექნიკური პარამეტრები და ჩატარდეს შესაბამისი აუდიტი. უფრო კონკრეტულად რა საფრთხეებზე საუბრობენ ლელო საქართველოსთვის წარმომადგენლები და რატომ მიმართავენ ისინი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისთვის, ნინო გიგაური გვეტყვის. ოცნების მიერ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ არის უსაფრთხო, მათ მიერ აშენებული ხიდები, გზები, მაგისტრალები, შენობები მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია, აცხადებენ პარტია ლელოში და ამ შემთხვევაში აქცენტს აკეთებენ რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ხალხს ავტომობილებით გადაადგილება საღამოს 7 საათის შემდეგ დილის 6 საათამდე ეკრძალება. შესაბამისად, ხელისუფლება ამით აღიარებს, რომ ის ვერ იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას და რიკოთზე მათთვის არსებობს გარკვეული საფრთხე. ლელო ითხოვს შემოწმდეს მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები არის თუ არა დაცული, გაკონტროლდეს მშენებლობის გარემოზე ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, ასევე მონიტორინგის სისტემა და რამდენად მიზნობრივად იხარჯება დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსები, ხომ არ აქვს ადგილი კორუფციას და ფულის გაფლანგვას. ეს მოთხოვნა ლელომ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დღეს გააჟღერა, აქვე ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ არ აპირებენ დაელოდონ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და თავად იწყებენ მოქმედებას, მათ უკვე მზად აქვთ წერილები, რომელსაც გაუგზავნიან დონორ ორგანიზაციებს, მათ ვინც გამოყოფილი უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად და სწორედ მათ მოუწოდებენ, რომ დაიწყონ მონიტორინგი, რამდენად გამართულად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი. ირაკლი კუპრაძე მაგალითად იხსენებს არაერთ დარღვევას, ხარვეს და ამ ყველაფერს მოყოლილ მძიმე ტრაგედიებს და რადგან ტრაგედიები ჩვენ ქვეყანაში არაფერს ცვლის და ოცნების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების საფრთხის შემცველია, ლელოში ფიქრობენ, რომ დროა გააქტიურდეს სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები არ დაელოდონ ისინი ოცნების ქმედებებს და თავად დაიწყონ პროექტების მონიტორინგი. რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობები მიმდინარეობს მრავალი დარღვევით. ჩვენ ხედავთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების და დონორების ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაღებული რესურსები იხარჯება არარაციონალურად. იხარჯება ყოველგვარი კონტროლისა და მონიტორინგის გარეშე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ მართავს პროცესს და იძულებულია ყოველ საღამოს 7 საათზე გადაკეტოს რიკოთის უღელტეხილი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ შეუძლებელია რისკების კონტროლი და ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა, რომლებიც გადაადგილდებიან რიკოთის უღელტეხილზე. 10,000-ობით ადამიანი ყოველდღიურად გადის საფრთხის შემცველ მონაკვეთს რიკოთზე, რაც უნდა იქცეს საზოგადოების მხრიდან და მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მყისიერი მონიტორინგის გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ჩვენ წერილობით მიმართავთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის დაფინანსებაც და ფინანსური რესურსები არის გადახდილი რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაში და მოვითხოვთ ადამიანების სიცოცხლის დაზღვევას. რიკოთი შეიძლება მორიგ დიდ კატასტროფად გვექცეს, ამბობს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მან გუშინ გაავრცელა განცხადება საკუთარ Facebook გვერდზე, სადაც ის რიკოთზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას მოითხოვს და ისიც სვამს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არის იქ არსებული ვითარება, როგორ მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, არის თუ არა დარღვევები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვნახეთ არაერთი პროექტი, რომელიც ჩამოინგრა პირდაპირ მნიშვნელობით და შესაბამისად კითხვის ნიშნებს სვამენ ლელოში და ვნახოთ უკვე როგორ იქნება ხელისუფლების რეაგირება ამასთან დაკავშირებით.